იწყო შეიძლება? თქვენი თემა ყოფილა თავისუფლება, ხო მართალია? მოდი სანამ მე ვიტყოდი, ჯერ თქვენ მითხარით, რა არის თავისუფლება? აი მოდი ვისაუბროთ, ჩვენ როგორ გვესმის თავისუფლება. აბა შენ გითხრა. შენ თავს შეგვიძლია აკონტროლო შენი თავი, რომ მიცუდი რაღაცები აღარ გააკეთო. და თავისუფლება ჩემი აზრით სულის ცხონებამდე ადვილად მიყვანს. თავისუფალი ხარ, კი ბატონო. შენ თავისუფლი ვარ, როცა შენი ემოციების და შენი საკუთარ თავს კონტროლი შეგვიძლია. როდესაც საკუთარ თავს ფლობ. ისე ხო, მადლობა. აბა შენ რას გვეტყვი? კი ბატონო, შეგიძლიათ რა მაგალითი მოიყვანოთ, აი მაგალითად თავისუფალი ადამიანი როგორ მოიქცეოდა ამა თუ იმ სიტუაციაში. კი ბატონო, აბა გოგონა, შენ რას ამბავდი? აი, ფანქარი. რომ მე თავისუფალი ვარ და რატომ უნდა სხვისი დაგდებულიო. ეგ ცუდი საქციელი იქნება. უნდა იფიქრო, რომ იმას არ ნიშნავს თავისუფლება, რომ შენ არ დააგდე და შენ არ პირიქით უნდა მიხვიდე და აი ეგ ასტათ ფანქარი რას იქნება დავარდნილი ჭირს. კი ბატონო. აბა შენ რას გეტყვი? შეგვიძლია იყო თავისუფალი, მაგრამ ისიც უნდა გაითვალისწინო, რომ უნდა მოიქცე კარგად. მაგალითად, ფანქარი რო დაბრაეგდოს, უნდა აიღო და არ უნდა თქვა, რომ მე თავისუფალი ვარ და მე ამ ფანქარს არ ავიღებ, იმიტომ რომ შეგვიძლია იყო თავისუფალი, მაგრამ ისეთი რამ უნდა გააკეთო, რასაც ყველა ბავშვი აკეთებს და თავისუფლებას მაგით მიაღწევ, რომ უკვე გეცოდინება, რომ კარგად მოიქცევი. თავისუფლება არის ის, რომ უნდა მოიქცე კარგადაც და არ უნდა გააკეთო ცუდი საქმეები. მოდი, მაშინ სანამ შენ იტყოდი, ერთ შეკითხვას დავსვა. აი ძირს დაგდებულ ფანქარზე ხო ამბობთ, რომ თავისუფალი არ არის ის ადამიანი, ვინც იტყვის, რომ დაუშვათ მე რატომ უნდა ავიღო. აი რისგან თავისუფალი ადამიანი შეძლებდა იმის აღებას? რისგან თავისუფალი? ცუდი ქცევებისგან თავისუფალი. კიდე რა თქვი? სიზარმაცისგან, კიდე? აი კონკრეტულად რომელი უნებისგან? რისგან? სიბოროტისგან. ამპარტავნებისგან თავისუფალი აიღებდა? ხო აიღებდა. აი ეგოიზმისგან თავისუფალი აიღებდა? ეხლა მაგალითად ერთ მაგალითს მოგიყვებით. მე მყავს ძმა, 1 წლით უფროსია ჩემზე და ჩვენი პატარაობის ამბებიდან ერთ რაღაცას მოგიყვებით. გორში ვცხოვრობდით, ეხლაც გორში ვცხოვრობ. სადღაც მივდიოდით და რაღაცა ხურდა გქონდა 50 თეთრიანი. დაგვივარდა გზაში. და ეხა გავჯიუდი და არც ერთი არ ვიღებთ. სადღაც მასწავლებელთან, სადღაც მივდივართ. არ ვიცი რამდენი წლისები ვართ, ალბათ 13-14 ეს. ხო და ცოცხალი თავით არც მე არ ავიღე რომ წამოგვეღო და არც იმა. წავედით, გავიდა 1-2 საათი უკან რომ ბრუნდებოდით. ისე ვიგდია. და მე როგორც არ მოხსოვს მე რომელიღაცა მავიღეთ, არ დაგვიტოვია, მაგრამ რატო ვამბობ, ეხლა წარმოედგენ. ამდენი ძალისხმევა დაგჭირდა, რომ რა უნდა და სულ დახრას და იმის აღებას, ხო მართალია? მაგრამ რა არის ამპარტავნება, რომ არა მე არ ავიღებ, შენ აიღე. მეორეც ამბობდა მე არ ავიღებ, შენ აიღე. გესმით რას ვამბობ? ჩვენ რომ ორივე
თავისუფალი ყოფილიყავით ამ პარტავნებისგან და ეგოიზმისგან. ვიტყოდით, რომ მოდი მიავიღებ, შენ არ შეწუხდე, შენ არ დაიხარო, ხო მართალია? და ჩვენ იმ დროს, როდესაც ვამბობდით, რომ მე თავისუფალი ვარ და თუ მინდა არ ავიღებ, სინამდვილეში ეგ თავისუფლება იყო თუ არა? ეგ არ იყო თავისუფლება. კარგი, აბა შენ რას ამბობდი? თავისუფლება ის არ არის, რასაც ზოგადად ბავშვები ვთვლით მშობლებისგან დამოუკიდებლობას. ჩემი აზრით თავისუფლება არის წარმატებული ნაბიჯების გადადგმა. კი ბატონო, მერე ვიმსჯელოთ მაგაზეც. თავისუფლება რამდენად გვეხმარება წარმატების მიღწევაში. ხო მართალია? აბა კიდევ ისი თქმა გინდოდათ, აქეთ იყო კიდე ერთი გოგონა. შენ? კი, არა? ეხლა ჩვენ ვამბობთ, რომ თავისუფალი არის ის ადამიანი, ვინც საკუთარ თავს მართავს, ხო მართალია? ეხლა ჩვენ თითოეულს შეგვიძლია საკუთარი თავის მართვა? აი რა შემთხვევაში შეგვიძლია საკუთარი თავის მართვა? აი საკუთარი თავის მართვა არ გაგეცემენ მის შესაძლოა საქციელს და შეგვიძლია ჩვენ საკუთარი თავი მართოთ და იგივე საქციელი არ გავუძლოთ რაღაცა. მაგრამ შეგვიძლია, აი მაგალითისთვის ვიტყვი. დაუშვათ. აი ამ გოგონამ რაღაცა ლამაზი კაბა იყიდა. მე ახლა თავისუფალი მინდა ვიყო და მინდა შემშურდეს და მინდა არ შემშურდეს. მაგრამ მე მშურს და ვგძნობ, რომ შიგნით რაღაცა ტკივილი გაჩნდა ჩემში. სანამ ამ კაბას იყიდი და ჩემში არ იყო ეგ წუხარება. გესმით რაზე ელაპარაკ? და როდესაც მან იყიდა ეს კაბა, მე შემშურდა. მე რომ თავისუფალი ვიყო, ხომ ავირჩევდი, რომ ჩემში ეს წუხარება არ ყოფილიყო. მაგრამ მე ვერ ვირჩევ. რატო ვერ ვირჩევ? იმიტომ რომ შურისგან ვარ შეპყრობილი, გესმით? ჩემში ეს უნება არსებობს. და თან ახლა შური იცი როგორი რამეა? დაუშვათ აი სიტყვაზე ვამბობ, თუ ნაყროვან ადამიანს აი ბევრის და გემრიელად ჭამა რო უყვარს. ჭამის დროს მაინც სიამოვნებას განიცდის. შურიანი ადამიანი შურის დროს სიამოვნებას ვერ განიცდის. ხომ ეთანხმებით? შური რა არის? როდესაც სხვისი სიკეთე და სხვისი წარმატება შენ გამწუხრებს და შენ ამ დროსაც სიამოვნებას ვერ განიცდი. და მაშინ როგორ იტყვის ადამიანი, რომ მე ეს ავირჩიე? ხო შეუძლებელია ეს აერჩია. ეს ვერ აირჩია. არამედ ჩვენმა დაზიანებულმა ბუნებამ თავი წამოყო და ჩვენ ის წqins უკვე სხვას რომ უხარი. ისე რომ მე რომ თავისუფალი ვიყო, ამ გოგონამ რო კარგი ლამაზი კაბა იყიდა, ხა რადგან თქვენ გოგონები ხართ, იმიტომ ამბობ. მე ეს არ მეწყინებოდა. იმიტომ რომ მე ამას არ ავირჩევდი. გესმით? მაგრამ ეს ხოლო ჩემზე არ არის დამოკიდებული. ან მაგალითად ვიღაც თუ შეურაცხყოფას მაყენებს. მე ხომ მინდა რომ შვიდათ უთხრა რაღაც. მაგრამ ყოველთვის ვახერხებთ რომ შვიდათ უთხრათ. ყოველთვის ვახერხებთ რომ იქ რო კვატი ეწერა, ეგ ვთქვათ და ყველაფერი დამშვიდეს. ხო ვერ ვახერხებთ. ვერ ვახერხებთ. ზოგჯერ ისე რისხანეთ მივმართავთ ერთმანეთს, რომ მე აღმოვაჩენთ, რომ ჩვენ თავისუფალი არ ვართ. თავისუფალი მაშინ კი არ არის ადამიანი, მინდა ამ სალანძღავს სიტყვას ვეტყვი და მინდა სხვას. თავისუფალი ის არის, ვისაც შეუძლია, რომ ვისაც თქმაც შეუძლია და არ თქმაც შეუძლია. თავისუფალი ეგ არის. ისე რომ ადამიანი თავის თავს რომ მართავდეს, ეგ არის თავისუფლება, ხო მაგრამ თქვენც ხო ეგრე თქვით. აი თვითონ სიტყვაც ხო ეგრე განიმარტება, თავის უფალი. უფალი რას ნიშნავს? უფალი. არა, ღმერთს ნიშნავს, მაგრამ ეს ძველი ქართული სიტყვაა და უფალი ნიშნავს ბატონს. ბატონი, საკუთარი თავის ბატონი რომ ხარ. გესმით? საკუთარი თავის ბატონი, აი ვიღაცამ შეურაცხყოფა მოგაყენა და შენ ხარ შენს თავს ფლობ. აი 51 ფსალმოს ხო კითხულობთ ხოლმე თქვენ, ხო ლოცულობთ. იქ წერია სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მეო. მთავრობის სულით დამამტკიცე რას ნიშნავს? საკუთარ თავზე რო ხელმწიფება მქონდეს, მე რო ჩემს თავს მართავთ. სადაც შეურაცხყოფას მაყენებენ, იქ მშვიდად დავრჩე.
სადაც რაღაცას მთხოვენ, არ დამენანოს და გაცემა შემეძლოს. მე თუ თავისუფალი ვარ, მაშინ შემეძლება რომ გავცე. მაგრამ მე თუ სიძუნწის ნებამ დამიმონა, მაშინ ვერ გავცე. და ჩვენ თუ გვინდა რომ თავისუფალი ვიყოთ, მაშინ აი ლოგიკურად რა გამოდის? ნებებისაგან უნდა გავთავისუფლდეთ. ახლა თქვენ როგორ ფიქრობთ, აი რა ნება შეიძლება ადამიანში არსებობდეს? ახლა ჩვენ დავუშვათ აი ეკლესიურად ცხოვრობთ თუ არ ცხოვრობთ, ყველა ადამიანი დაზიანებული ბუნებით ვართ. ყველას გვაქვს ჩვენ შიგნით ის ნებები, რომელიც ადამიანს აწვალებენ და თანამედროვე დროს ბედნიერებას აკარგინებენ. იმიტომ რომ ბედნიერება ღმერთთან ურთიერთობაშია და ნახეთ უფალი როგორ ამბობს. შეიცანითო ჭეშმარიტებაო და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთო თქვენ. გაგათავისუფლებთ. სამწუხაროდ აი დღეს შეიძლება ვიღაც გეუბნაოდეს თავისუფლებაზე გვესაუბრებოდეს, მაგრამ ეს თავისუფლება სინამდვილეში კარგად შეფუთული მონობა იყოს. მონობა იყო. აი მაგალითისთვის თქვათ, მოდი. ეხლა მე რო აქ მოვდიოდი. თქვენმა საყვარელმა გიორგიმ გუგლის რუკა გამომიგზავნა ადგილმდებარეობას რაც საჩვენებს. ეხლა მე რო მეთქვა, რატო უნდა დაუჯერო ან გიორგის და ან იმ რაღაცა რუკას? მე თვითონ მივა რომ მეთქვა. რამდენი უნდა მეწალა რომ აქ მოსულიყო? ხო უნდა მეწალა. არა და იმით ადვილად მოვედი. ეხლა მაგალითად ჩვენ როდესაც ვამბობ ზოგჯერ რომ მე აი მშობელს რატო უნდა დაუჯერო, მე ხომ თავისუფალი ვარ. თავისუფალი ვარ. მაგრამ ეხლა თქვენ წარმოედგინეთ, თავისუფალი ხო მაინც არ ვარ. მე თუ მშობელს არ უჯერებ, მე ვფიქრობ რომ რაღაცა სხვადასხვა შეხედულებები არსებობს და მე იმისი მჯერავს. მაგრამ მაშინ გამოდის რომ მე იმისი მონა ვარ, რა შეხედულებასაც მე ვიაზრებ. ესმით, აი ადამიანი რომ დაიბადება, მან ხომ ჯერ არაფერი არ იცის. მერე ნელ-ნელა რა გარემოშიც იზრდება და რა გარემოშიც ყალიბდება, ის სოფხედველობა აქვს. ეხლა თქვენ როგორ ფიქრობთ, აი დაუშვათ პატარა დაიკო ყავს ვინმეს? ან პატარა ძამიკო. აი რამდენი წლის ხარ? შენ 13 რამხელაა შენი დაიკო? 11-ის. აი 3-4 წლის ყავთ ვინმეს? შენ ყავს 3-4 წლის პატარა ძმა ყავს. ეხლა წარმოედგინეთ რომ ეს შენი 3-4 წლის ძმა აიღოს რაღაცა ხო არის ხოლმე დანები როა ლამაზი ფერები როა სხვადასხვა ფერები აიღოს ეს დანა და ახტეს უცბად სადღაც სავარძელზე და დაიწყოს ამდანი ტუნაობა. და შენეუბნები რომ რა ქვია სახელი ძმას? ალექსანდრე ჩამოდი არაფერი არ იტყვი თან დანაუჭირავს ხელში მოსწონს ახლა რაკნას. შენეუბნები რომ ჩამოდი დაბლა ეგ ძალიან სახიფათოა და მარო გითხავს მე თავისუფალი ვარ. გესმით თავისუფალი ვარ. როგორც მინდა ისე გავაკეთე. მაგრამ შენ ხო ხვდები რომ იმ ეგრეთ წოდებულმა თავისუფლებამ რამხელა ზიანი შეიძლება მას მიაყენოს. შენ გაქვს უკვე ამის გამოცდილება რომ ესეთი შემთხვევები სამწუხაროდ მოხდა რაღაცა დაუზიანებია ადამიანს. და მას არ ჯერა რომ რამე შეიძლება დაიზიანოს. მას მოსწონს ეს. ისევე როგორც ზოგჯერ ჩვენ მოგწონს რაღაც და გგონია რომ ეს არის კარგი, რახან მე ესე ვფიქრობ. და არა და წარმოედგინეთ თქვენ 13 წლის ხართ, ის 4-ის და უკვე ხვდები რომ ის ვერ იქცევა კარგად. ეხლა თქვენი მშობელი რამდენი წლისაა? 35 დაახლოებით ხო ეს? ეხლა 35 რამდენად მეტია 14-თან და 13-თან შედარებით, ხო? გამოცდილება მას ხო ექნება. სინამდვილეში რა გამოდის? მე რომ ჩემი ეგოიზმისგან და ამპარტავნებისგან თავისუფალი ვიყო, ჩემი მშობლის აზრს გავითვალისწინებდი. ისევე როგორც ის ბავშვიც რომ თავისუფალი იყოს იმ სიჯიუტისგან, აი თავისი დაიკოს აზრს გაითვალისწინებდა და უნებელი და უსაფრთხო დარჩებოდა, ხო მართალია? ისე რომ აი ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენ
გავიზიაროთ ის გამოცდილება, რაც აქვს ჩვენს მშობელს, რაც აქვს უფროს ადამიანს. მოდი ესე ვთქვათ. აი აქედან რომელიმე სპორტზე დადიხართ? აი რა სპორტზე დადიხარ მაგალითად? ფრენბურთზე დადიხარ. წარმოიდგინე, სახელი რა ქვიათ? მარიამ. წარმოიდგინე, რომ შენ თქვა, რომ მე ვარ თავისუფალი, არავის გამოცდილება მე არ მჭირდება. არც არასოდეს დაბადებიდან ფრენბურთი არ გენახოს, არც არავის არ დაუჯერო, რომ ფრენბურთის თამაში ასე უნდა, ან ისე უნდა. და შენ გინდა, რომ დიდი ფრენბურთელი გახდე, შეძლებდი? შეუძლებელი. მაშინ შენ რა უნდა გექნა, იცი? რაც მანამდე უწვალიათ ჩვენს წინამორბედებს, რომ ფრენბურთი ასე თუ ისე როგორც მოახერხეს, დაუხვეწიათ სხვადასხვა მეთოდებით, ჩვენ ის ყველაფერი ახლიდან უნდა გამოვიგონოთ. იგივე ფეხბურთი. დადიხართ ვინმე ფეხბურთზე? აი ბიჭები ხო, აი შენ დადიხარ. აი დაუშვათ ფეხბურთში რამდენი მონახაზი, რამდენი ტაქტიკური მონახაზი არსებობს. ჩვენ რომ ყველაფერს ხაზი გადაუსვათ და ვთქვათ, რომ ჩვენ ყველაფერი ამ გამოცდილების გარეშე გვინდა რომ ფეხბურთი ვითამაშოთ და ფეხბურთელები გავხდეთ. ხო ძალიან დიდ სისულელესთან გვექნება კავშირი, არა? ამიტომაც აი თავისუფალი ის არის, ვინც თავის შეხედულებებს, თავის ვნებიან მიდრეკილებებს ხაზს გადაუსვამს და იფიქრებს იმაზე, საუკეთესო გამოცდილება ვისა აქვს, რომ იმას დაუჯეროს. აი რამდენიმე წლის წინ ათონის მთაზე მოგვიწია ჩასვლა, იქ ქართველი ბერებიც არიან და მათ გითხრეს ასეთი რამ, ბერძნებსო, ასეთი გამოთქმა აქვთო, თუ სახში მოხუცებული არ აკყავს, ფული გადაიხადე და იყიდეო. რატო თქვეს? მოხუც უფრო მეტი გამოცდილება აქვს, გესმით რაზე ელაპარაკე? მოხუც აქვს მეტი გამოცდილება. და რა ჯობია ის გამოცდილება გაიზიარო თუ არა? თუ თქვა რომ მე თავისუფალი ვარ. პაპა, შენ რას მეტყვი, რა მნიშვნელობა აქვს? მე თვითონ გადავწყვეტ ამ თემის საკითხს. ხო დავრჩებით ჩვენ იმ გამოცდილების გარეშე. იმ ხელა სიმდიდრის გარეშე დავრჩებით. აი წარმოედგინეთ, კაცმა 90 წელი იცხოვრა, რამდენი რამე გამოიარა, რამდენგან ფეხი წამოჰკრა, სადღაც წაიქცა, სადღაც სწორად გაიარა და ამის გამოცდილებაც შეიძინა და ჩვენ ახლა გვეუბნება იმას, რაც მან ტანჯვითა თუ სიხარულით გამოიარა და ჩვენ რომ კიდე ხელახლა არ ვიტანჯოთ, უკვე გამზადებულ გამოცდილებას გეუბნება. და ჩვენ ვამბობთ, რომ ეგ მე არ მჭირდება, მე თვითონ გადავწყვეტ მაგას. გამოდის, რომ ჩვენ იმ 90 წლიანი დაგროვილი სიმდიდრის გარეშე ვრჩებით, რასაც გამოცდილება ქვია. და ჩვენ ამას ვარქმევთ სამწუხაროდ თავისუფლებას. და ეს სინამდვილეში არის იმ ვნებების მონობა, რაც ჩვენში არსებობს. ეხლა მაგალითად, აი როგორ უნდა გათავისუფლდეს ადამიანი ვნებებისაგან? ჩაეძინა საფარს. როგორ უნდა გათავისუფლდეს ვნებებისგან? როგორ გავთავისუფლდეთ ვნებებისგან? თქვენ რა სიტყვით? აბა? ახსარება უნდა ჩავაბაროთ. როგორ ვიპოვოთ ის ვნება, როგორ ვიპოვოთ, რაც ჩვენშია ვნება, რის მიხედვით? როგორ? რის მიხედვით დავაკვირდეთ საკუთარ თავს? აი მაგალითად რა? რის მიხედვით? აი ჩვენ რო გვინდა რომ ხორციელად ესე გარეგნულად კარგად გამოვიყურებოდეთ, რისი მეშვეობით ვაკვირდებით საკუთარ თავს? სარკის მეშვეობით. სარკეში ჩავიხედებით, გამოჩნდება პირი მოთხრილი გვაქვს. მართალი. აი ამ გოგონას მოთხრილი. არა ის. სახარება არის ჩვენი სულის სარკე. სახარებას ხო კითხულობთ? იმ სახარებაში წერია ღვთისმცნებები. და იმის მიხედვით ჩვენ რომ წავიკითხავთ, აღმოვაჩენთ ესა თუ ის საქციელი ჩვენი
სწორია თუ არ არის სწორი. იმიტომ რომ ეხა სწორი და არასწორი ბევრნაირად შეიძლება ადამიანმა აღიქვას. მაგრამ ამოსავალი წერტილი რა არის? ეგ არის ყველაზე მთავარი. ჩვენთვის რა არის ამოსავალი წერტილი? აი მაგალითად ეხა რას ვამბობ, ნახეთ. აი ეხლა ეს ფანქარი, ხო ხედავთ ფანქარს? ეხლა ეს ფანქარი მოძრაობს თუ გაჩერებული? გაჩერებულია? ყველა ესე ფიქრობთ? აბა კარგად დააკვირდით. მოიცადე ერთი თქვენი ნამუშევარი უნდა ვიპოვო კიდე. მოიცადე. აი, თარეს რო შეხედავთ ხოლმე, ეს გაჩერებულია თუ მოძრაობს? გაჩერებულია? აი, რო შეხედავთ ხოლმე, ესე მოძრაობს დადის და ესე უყურებთ ხოლმე, აქ ეს ჩვენ ვხედავთ რომ გაჩერებულია, მაგრამ რეალურად მოძრაობს. იქნება ეს ფანქარიც ეგრეა. არა, ფანქარზე ეგრეა ზუსტად. დედამიწა მოძრაობს. მე ეს ფანქარი დედამიწაზე არ არის? ანუ ნახეთ შემოსაყვარლო, რა არის გააჩნია ათვლის წერტილი. თუ ათვლის წერტილი არის მზე, მზესთან მიმართებაში ეს ფანქარი ნამდვილად მოძრაობს, ხო მართალი? მაგრამ თუ ათვლის წერტილი, აი ამ გოგონას ტელეფონია, ამ ტელეფონთან მიმართებაში ეს არ მოძრაობს. და გააჩნია რა არის ათვლის წერტილი. ანუ ჩვენთვის ათვლის წერტილი სიკეთისა და ბოროტების განსაზღვრის დროს რა არის? ჩემი მეზობლის შეხედულება, ამა თუ იმ სერიალის გმირის საქციელი, თუ რომელიმე ლიტერატურული გმირის საქციელი, თუ წმინდა წერილი. აი ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი. თუ ჩემთვის წმინდა წერილია ათვლის წერტილი, მაშინ მე ზუსტად მეცოდინება რა არის სიკეთე და რა არის ბოროტება. მან არ შევცდები. ეხლა წერილი რატო ეწოდება მაინც და მაინც წერილი? სახარებას ეწოდება წმინდა წერილი. რატო ეწოდება ნეტა წერილი? წერილი რა არის? გაგიგზავნიათ მეგობრებისთვის წერილი? გაგიგზავნიათ. მეგობრისთვის კარგი გინდათ ხოლმე თუ ცუდი? ეხლა შეხედეთ. ქრისტე ჩვენთვის ჯვარზე გაეკრა, ხო მართალი? ქრისტე ჩვენთვის ჯვარზე გაეკრა. და ქრისტემ გამოგვიგზავნა წერილი. წერილი აი რაღაცა მოგწერა, წარმოედგინე რომ ეხლა აი დავუშვათ შენ რომ რამე დააშავო. რამე რო დააშავო რა. ჩვენ ხო ადამიანებმა დავაშავეთ, შევწოდეთ. და შენ ელოდებოდი რომ უნდა დაესაჯე. მაგრამ მოხდა საოცრება რომ შენ გაგათავისუფლეს. და აღმოაჩინე რომ თურმე შენი მეგობარი, შენმა მეგობარმა თქვა რომ მე დამსაჯეთო მაგივრად. და შენ გაგათავისუფლეს. მაგრამ აღმოაჩინე რომ იმ მეგობარმა წერილი გამოგიგზავნა. არ დაგაინტერესდებოდა რა წერია? ხო დაგაინტერესდებოდა. ქრისტემ გამოგვიგზავნა წერილი. აი სახარება. ღვთისგან გამოგზავნილი წერილია ჩვენთვის. როგორ უნდა გათავისუფლდეთ ნებებისგან და როგორ უნდა გადარჩე. იმიტომაც ეწოდება წმინდა წერილი. ეხლა ჩვენს წერილს შენ რომ მეგობრებს წერ წმინდა წერილი ხო არ ეწოდება? ჩვეულებრივი მესიჯი ეწოდება, ხო ინგლისურად, წერილი, მოკლე ტექსტური შეტყობინება თუ რაც არის. მაგრამ უფალი რადგან წმინდა და მან რომ წერილი გამოგვიგზავნა, მას ეწოდება წმინდა წერილი. იქ წერია ჩვენ როგორ უნდა გადავრჩეთ. გესმით? როგორ უნდა განვიწმინდოთ ნებებისაგან, რა არის სიკეთე და რა არის ბოროტება. ჩვენ შეიძლება გონია რომ ეს არის სიკეთე. შეიძლება გონია რომ ბოროტება, მაგრამ სინამდვილეში ეგრე სულაც არ იყოს. და რომ შევაჯამოთ ესე იგი ეს წმინდა წერილი. თქვენი აზრით, აი რას გვეუბნება მეორე ადამიანთან ურთიერთობის შესახებ? აი როგორ უნდა მოექცე მეორე ადამიანს? ისე მოექცი სხვას, როგორც შენ გინდა რომ მოგექცნე, ხო მართალი?
მაგრამ მოდი ახლა გულწრფელად დავაკვირდეთ ჩვენს თავს. აუ, ნუ ვიტყვით ამას. ეგ თქვენ, როდესაც თქვენს მოძღვართან მიხვალთ, იქ თქვით. გულწრფელად დავაკვირდეთ. განა ყოველთვის ისე ვექცევით სხვას, როგორც ჩვენ გვინდა რომ მოგვექცნენ? მე პირადად ვერ ვექცევი ისე სხვას, როგორც მე მინდა რომ მომექცეს. აი ყოველთვის ვუკეთებ იმას, რაც მე მინდა რომ გამიკეთოს, ვერ ვუკეთებ. ყოველთვის თავს ვიკავებ იმის გაკეთებისგან, რაც მე არ მინდა რომ სხვამ გამიკეთოს, აქაც მიჭირს. იმიტომ რომ მე არა ვარ თავისუფალი ნებებისაგან. გესმით? აი დაუშვათ, ვიღაცას დახმარება ჭირდება. მე ძალიან დაღლილი ვარ. მე მეზარება რომ წავიდ. გესმით? მე სიზარმაცემ ძლევს. და უსიყვარულობა. მე რომ მიყვარდეს, აი ქრისტეს უყვარვარ და ჩვენთვის თავი გაწირა. მე რომ მიყვარდეს, ყველანაირად ძალისხმევას ვიხმარდი და ვეცდებოდი წავსულიყავ. ესე იგი, ჩემში რაღაც ნაკლი არსებობს. დაუშვათ, რა ვთქვათ, ოჯახის წევრმა, მეგობარმა რაღაც დამიშავა მაწყენინა. მე რომ მიყვარდეს, ხომ მოვითმენდი. არც კი ვაგრძნობინებდი რომ მაწყენინა, გესმით? მაგრამ განა ყოველთვის ვახერხებთ რომ ესე გავაკეთოთ. ყოველთვის ვერ ვახერხებთ. ამიტომაც ეგ იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ნებებისაგან თავისუფალი არა ვართ. და ნებებისაგან გათავისუფლება სწორედ ხდება იმით, რომ ჯერ იმით, რომ დაინახო ეს და მერე იმით, რომ ეს შეინანო და გამოასწორო. ეხლა შეხედეთ როგორი ამბავია. ჩვენთან საკურთხეველში დგას 7 კანდელას რომ ეძახიათ, გინახიათ საკურთხეველში 7 კანდელი როანთი. და ზედ იყო გაკეთებული ყურძნის მტევნები. და ერთხელ მზე მიანათა, რაღაცა პერიოდში მზე ანათებს ხოლმე, მანამდე ჩანს რომ ყველაფერი რიგზეა. და მზემ რომ მიანათა, გამოჩნდა რომ იქ ობობის ქსელები იყო. და მზე რომ არ ანათებდა, ეს არ ჩანდა. ეგიცი რას ნიშნავს? ჩვენ შეიძლება გონია რომ ჩვენში არანაირი პრობლემა არ არის. ეგ მაშინ, როდესაც ჩვენში საღვთო ნათელი ნაკლებად არის. და ის რომ შემოიხედავს, ახლა წარმოიდგინეთ ეს რომ სრულიად ჩაბნელებული იყოს და აქ არ იყოს სისუფთავე. ჩვენ ხო ვერ გავიგებდით რომ აქ არ არის სისუფთავე. გეგონებოდა რომ ყველაფერი კარგად არის. საკმარისია ცოტა შუქმა შემოიხედოს. მაშინ აღმოაჩენ რომ აქ რაღაც ვერ არის ისე რიგს. ჩვენ სულშიც ესეა და სახარებისეული შუქი სადაც შეიხედავს ჩვენს გულში, იქ აღმოაჩენ რომ თურმე ისე არ ყოფილა როგორც მე მეგონა რომ უკეთესი. აჰა, ხო დავაძინე ზოგი ბავშვები, აბა შეხედეთ. კარგად კვილად ჩავაძინე. ეხლა ზოგი უკვე ცოტა მოზრდილი ბავშვია აქ როგორც ჩანს, ხო? მე-12 კლასელები ბევრი ხართ? აი მაგალითისთვის თქვათ ახლა წეგან ეს გოგონა ამბობდა წარმატებაზე. წარმატებული ადამიანი თავისუფალი ადამიანი იქნება უფრო თუ აი ნებებს დამონებული ადამიანი. ან რა არის საერთოდ წარმატება ჩვენი აზრით? რა არის წარმატება? აბა? წარმატებას როგორც ყოველთვის მეცნიერით აღწერება, თუ მოიწვევთ ჩვენთან საჭიროდ ალბათ ნებებით არ. აი მაგალითად აი გოგონა რო იყო ფეხბურთს თამაშობდა იქით ვიღაც ფრენბურთს თამაშობდა და უშუალოდ დაეზარა ვარჯიში იქნება წარმატებული? ვერ იქნება წარმატებული. წარმატება შრომის მოყვარეობის გარეშე არ არსებობს, ხო მართალია? და შრომის მოყვარებაც ერთ-ერთი სათნოებაა. ზარმაცი ადამიანი შრომის მოყვარე რანაირად იქნება? და თუ არ იშრომე, არაფერი არ გამოვა. ისე რომ თუ გინდა რაღაც წარმატებას მიაღწიო, მოიშორო ის ნებები. სინამდვილეში ის აღსარება ჩვენ გვეხმარება. ჩვენ გვეხმარება. ეხლა თქვენ მომავალი დედები უნდა იყოთ. სხვათა შორის ერთ-ერთი დიდი წმინდანი ამბობს, წმინდა იოანე ოქროპირი, რომ მომეცითო ერთი თაობაო, ქრისტიანი დედებისაო და მთელ სამყაროს შევცვლიო. მთელ სამყაროს შევცვლიო. აი მაგალითად
ერთ-ერთი ახალგაზრდა ქალი მივიდა ბრძენთან და ეკითხება: "მასწავლეო, როგორ აღზარდო შვილიო?" და ბრძენმა კითხა: "რა ხნისაო შვილიო?" და თუ არა ვწდები, უთხრა რომ 2 დღისაო. და ბრძენმა უთხრა რომ დაგვიანებულია მაგის აღზრდაო. აბა როდის უნდა დაეწყო? სასახლის მომენტიდან მე ვფიქრობ რომ კიდე უფრო ადრე უნდა დაეწყო. აი მაგალითად თქვენ უკვე შეგიძლიათ დაიწყოთ ზრუნვა. როგორ დავიწყოთ? აი მაგალითად ისე უბრალოდ ჯერ კი პატარები ხართ, მაგრამ შვილი რო გეყოლება, როგორი თვისებები გინდა რომ გქონდეს? აბა უბრალოდ თქვენთვის მე თქვენთვის გააკეთეთ ის. დაჯექი და დაწერე როგორი თვისებები გინდა რომ გქონდეს შვილს, რომ გაიზრდება. და მე რა ქენიცი? ამ ნაწერში როგორც სარკეში ისე ჩაიხედე. და მე ვარ თუ არა ესეთი. და თუ გულწრფელები ვიქნებით, აღმოაჩენთ რომ ისეთი ვერ ვართ. და ჩვენ შვილზე ზრუნვა იწყება იმით, რომ ჩვენ გავხდეთ იმ თვისებების მატარებელი, იქ რაც ჩამოვწერეთ. ისე რომ გაქედანვე იწყება. ოღონდ გულწრფელი უნდა იყოს, თუ იტყვი რომ კი, როგორ არა ეს თვისებები მე მაქვსო, მაშინ არ გამოვა არაფერი. აქ გვაქვს ბავშვებო ერთი წიგნი საჩუქრად წამოგიღეთ. ბევრი არაფერი, მაგრამ როცა მოიცლით, მაშინ წაიკითხეთ. ეს ცოტა სიმართლე რო გითხრათ, გარეკანი ვერ გამოგვივიდა მთლად. ისეთი. რაცა უფრო მე არ მომწონს ყოველ შემთხვევაში, მაგრამ ეს ანტირეკლამას ვუკეთებ. მოთხრობა ერთი. კედლის მიღმა ასეთი მოთხრობა. უკავშირდება ერთ გოგონას, რომელიც სხვა სკოლაში გადავიდა გარკვეული ვითარებებიდან გამომდინარე, სასწავლებლად სხვა სკოლაში გადავიდა. იქ აღმოაჩენს, რომ მე ხარ გეგონოთ, რომ თლიან შინაარს გიყვებით, უბრალოდ მოკლედ მონახას. იქ აღმოაჩენს, რომ ერთ-ერთი ვაჟი იმ კლასში, ვინც სწავლობს, ძალიან იჩაგრება. ხო და ყველანაირად ცდილობს, რომ მას რაღაცნაირად გვერდში დაუდგეს და აი ამ ბავშვების ცხოვრებაზეა ეს მოთხრობა. დაახლოებით მე-7 კლასელ ბავშვებზე არის. ამას მე აი გიორგი თქვენ ყველას დაგირიგებთ. თქვენი სურვილისამებრ თქვენ გნებავთ, აქაც თავისუფალი, აქ მართლა თავისუფალი ხართ. გინდა წაიკითხავთ და გინდა არ წაიკითხავთ. გინდა გაგვაგებინებთ მე თქვენს თავისუფლებებს და გინდაც არ გაგვაგებინებთ. ისე რომ ამას აქ დავტოვებ. კიდე რა ვთქვათ, აბა? თქვენ ხო არა გაქვთ რამე შეკითხვა? კიდე რა ვთქვათ თავისუფლებაზე? შეიძლება. ამდენ წელს. აქაური ხარ ლაგოდეხში. აბა. რაჭიდა? ჩიკარი. ჩიკარი. ხო არ დავღალე ეს ბავშვები? ოდიში? ხიბლის მდგომარეობაზე? კარგი, მაშინ სამი ბავშვი დამჭირდება, ერთი პატარაც და რო ჩავატაროთ. შენ, მოდი, აბა, მოდი შენც, მოდი. სამი
პატარაც და ისე რომ თან ყველა რო ხედავდეთ. მოდი ცოტა ხანი რა ვქნათ, იცი? ცოტა ჩაი მოხლე, აი ესე იყავი, ცოტა ხანი შეძლებ ესე რო იყო? კარგი, ესე იყავი. შენ ფეხის წვერებზე წამოიწიე, აი ესე იყავი. სანამ მე საუბარს არ მოვჩები, თქვენ ესე იყავით. შენ ეგრე იდეგი, კარგი? ეხლა რა არის ხიბლის მდგომარეობა? ხიბლის მდგომარეობა არის საკუთარ თავზე არასწორი წარმოდგენა. აი მაგალითად, შენ რა გქვია? მია. მიას გონია რომ აი იმ სიმაღლე ახლა ფეხის წვერებზე რომ დგას და დიდი ხანი გაძლევს. ფეხის წვერებს დიდი ხანი გაძლევს, ვერ გაძლევს. შენ რა გქვია საყვარ? ანას კიდე საკუთარ თავზე არასწორი წარმოდგენა აქვს, ანუ აი ესე იგი უფრო დაბალი წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე. დაბალი წარმოდგენა აქვს. სინამდვილეში ესეთი დაბალი გოგონა ხო არ არის ეს? რა მითხარი რა მქვია? ანა. არ არის ესეთი დაბალი, მაგრამ ეს დაითრგუნა და გონია რომ ესეთია. ესეც დიდი ხანი ხო ვერ გაძლევს ეს. შენ რა გქვია? აი ნანა ხო გაძლევს 1 საათი რო იდგეს ხო თუ გინდა შენ აიცი კარგი არის შენ არა ნანა ის მია აჰა აი ეგრე ცოტა ხანი იდი ესე იგი პატრიარქმა თქვა ერთხელ ქადაგებაში ასეთი რამ ადამიანს აქვსო 3 სახეო ერთი ის მაგალითად აი რა ქვია გოგონა ბარბარე რასაც ფიქრობს ნანაზე რომ ნანა ესეთი გოგოა ასეთია ისეთია ნუ რა შთაბეჭდილებაც შეექმნა ნანაზე ეგ არის ნანას ერთი სახე მეორე სახეა ნანა რასაც ფიქრობს საკუთარ თავზე მე ასეთი ვარ მე ისეთი ვარ და ეს ყველაფერი ბოდის ბარბარეს და ნანას მოსაზრებები ნანას შესახებ შეიძლება არ დაემთხვეს ერთმანეთს რასაც ბარბარე ნანაზე ფიქრობს და რასაც ნანა საკუთარ თავზე ხო დაიღალე და მესამე სახე არის რასაც ღმერთი ფიქრობს ჩვენზე და თუ ჩვენი შეხედულება ჩვენს თავზე მოდი ბარბარის შეხედულებას თავი დავანებოთ ეს სხვა ეს ჩვენ იმდენად არ გვაინტერესებს შენ კი არ გეწყობს ღმერთის შეხედულება ჩვენზე და ჩვენი შეხედულება საკუთარ თავზე თუ ასე თუ ისე გათანაბრდა ესე იგი ჩვენს თავს სწორად აღვიქონთ და ეს ნიშნავს რომ ჩვენ ხიბში არა ვართ თუმცა მეტად თუ ნაკლებად ყველა ხიბშია ყველაც დუნებულია ყველას არასწორი წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე და ჩვენ როდესაც დიდი წარმოდგენა გვაქვს ჩვენს თავზე ესე დიდხანს ვერ გავძლევთ სადღაც ჩამოიშლება აჰა უკვე ნახეს კამი დაიხმარა ესეც რა დღეშია ხო ხედავთ ვერ გაძლევს ამიტომ ჯობია რომ ჩვენ ვეძებოთ ის ღმერთი რას ფიქრობს ჩვენზე და თუ ეგ ვიპოვეთ რომ ღმერთი რას ფიქრობს ჩვენზე და მაგასაც იმ წმინდა წერილში ვიპოვით მაშინ აჰა როგორ არ შეინადგას ნანა ვაუყურეთ იღიმება ამათ რა გააღიმეთ თავაში კარგი დასხეთ აღარ იწოვთ აი აჰა ტაშის დაგიკრეს ხო ხედავ რომ იღიმებოდ ისე რომ რაც მალე აღმოვაჩენთ იმას სინამდვილეში როგორი ვართ მით მალე გავთავისუფლდებით მაგ ყველაფერს აი ზოგჯერ არის რომ ადამიანს აქვს არასრულფასოვნების კომპლექსი ხო არის ესეთი რაღაც აი გონია რომ რაღაცა ვერ არის შემდგარი ადამიანი სულ თავის თავს ეძებს გონია რომ არაფერი არ გამოსდის ხო ესეც არის გონია რომ არ გამოსდის არა და სახარებაში ნახეთ როგორ არის უფალმა სახლის პატრონმა ზოგს 5 ტალანტი მისცა ზოგს 2 ზოგს 1 ხო გახსოვთ ეგ იგავ და უთხრა რომ გაამრავლოთ იქ არ წერია რომ ზოგს 0 მისცა ზოგს არაფერი მისცა ეგეთი რამე არ წერია ისე რომ თითოეულ ჩვენთაგანში არის რაღაცის კეთების განსაკუთრებული ნიჭი და უნარი ეხლა წაგიკითხავთ ასეთი წიგნი თევზი ხეზე ხო წაგიკითხავს ლინდა მალალი ჰანთი ავტორი თევზი ხეზე ნიკ ალბერტ აინშტაინის სიტყვებია მოყვანილი თუ არ ვწდები რომ ესე იგი თევზის ღირსება სულაც არ არის ის რომ ხეზე ავიდეს ხო მართალია თევზის ღირსება სხვა რამე ანუ
ერთ ადამიანს თუ რაღაცა არ შეუძლია, სიტყვაზე ხატვა თუ არ შეუძლია, ეგ იმას არ ნიშნავს, რომ მას შეიძლება სიმღერაც არ შეეძლოს. შეიძლება ვიღაც კარგად წერდეს, შეიძლება ვიღაც კარგად ცეკვავდეს, ვიღაცას სხვაგვარი გონება ჰქონდეს და ასე შემდეგ. ესე რომ ჩვენ თავარია ვეძებოთ ის, რაც არის ჩვენში და აუცილებლად აღმოვაჩენთ, რომ ჩვენშიც არის რაღაც განსაკუთრებული თვისება ამა თუ იმ რაღაცის კეთების. კიდე რა ვთქვათ? ეხლა უბრალოდ იცით რა არის, აი მე ზოგადად ვამბობ ხოლმე, რომ თუ რაღაცა ისეთი განსაკუთრებული თემა და საჭიროება არ არის, რომ თვითონ ბავშვების ინტერესი რაც არის, მე მაგალითად მირჩევნია იმაზე მესაუბრონ, რაც მე მაინტერესებს. და იმაზე თუ მესაუბრებიან, რაც მაინტერესებს, აი მაგალითად ტყეში რო აღმოჩნდა ეხლა სადმე. და ტყეში აღმოჩნდი და მოკლედ გზას ვერ აგნებ. და ეხლა ვიღაც მოვიდეს და გელაპარაკებოდეს, იქ ასეთი დათვებია, იქ ჟირაფია, იქ ციყვმა გადაირბინა. არა და შენ სულ არ გაინტერესებს. გზა გინდა რომ გააგნო და ერთი გაინტერესებს ნეტა ვინმე იმ გზის შესახებ დაიწყოს ლაპარაკი. გესმით რაზე ლაპარაკი? იმიტომ ვამბობ. მე შეიძლება არ მაინტერესებდეს რაღაცა თემა და იქ ადვილად დამეძინება. მაგრამ თუ გზის შესახებ ვიღაცამ დაიწყო ლაპარაკი, იქ ვეღარ დაგეძინება. ხო მართალი? რაზე ვისაუბროთ? მეგობრობაზე. როგორი მეგობარი ჯობია რომ გყავდეს? როგორი მეგობარი გინდა რომ გყავდეს? შენ? ან შენ როგორი მეგობარი ხარ სხვებისთვის? აბა ვკითხოთ, სად არიან შენი მეგობრები? აბა როგორი მეგობარია? შენ გაუკეთე ისეთი რამე, რომ არ გესია. ეხლა შეცდომებისგანაც დაზღვეული ვინა ვართ, აბა. ჩემი ხმა ისმის ბოლოში თუ ძალიან დაიჭაგრეთ თქვენ. ისმის. ეხლა რა არის, ჩვენ თუ მეგობრის მიმართ რაიმე ცუდი გავაკეთეთ, ეგ იმას არ ნიშნავს, რომ მეგობრობაზე მან უნდა გადაუსვას ხაზი. შეცდომებისგან ვინ არის დაზღვეული? არავინ არ არის. მაგრამ ერთი თავარი თვისება აქვს მეგობრობას. აი რის გარეშე ვერ იქნებოდა მეგობრობა? ერთგულების, ნდობის ხო ვერ იქნებოდა? აი ნდობის გარეშე მეგობრობა გაგონი? თანაგრძნობის გარეშე ვერ იქნება? პატივისცემის, სიყვარულის და ამიტომ ჩვენ თუ გვინდა რომ კარგი მეგობარი გყავდეს, ჩვენ უნდა ვიყოთ ისეთი, როგორი მეგობარიც გვინდა გყავდეს. განა ეგრე არ არის? მიჩვენე ვინ არის შენი მეგობარი და გეტყვი ვინ ხარ შენ. ეგ რას ნიშნავს? მსგავსისკენ მიისწრაფის. მე არ მეყოლება ისეთი მეგობარი, როგორიც მე არ ვარ. რაღაცეები განსხვავებული იქნება თავისთავად ცხადია, მაგრამ საბოლოო ჯამში ძირითადად ისეთი მეყოლება მე როგორიც ვარ. და მეორე კიდე მეგობართვის შენ თუ არ გაიღე რაღაცა, ისე მეგობარიც ვერ იქნება. სხვას კი არ უნდა მოსთხო, არამედ პირველ რიგში საკუთარ თავს უნდა მოსთხო. აბა გოგონა რაღაცას ამბობდი. არა, თუ შემეშალა. აი, იცი რას დააკვირდი, გეკითხებიან მეგობრები ამა თუ იმ საკითხის შესახებ? ხო და ნახე, რა ქვია სახელი? მარიამ, ნახე როგორი ამბავია. დავძანთ. თუ ატყობ რომ რასაც ეუბნევი,
მათთვის შეიძლება ეს უფრო დასაცინი და აბუჩა დასაგდები გახდეს. ამ დროს ჯობია თვითონ ის მეგობარი დაინდო. დაინდო რა შემთხვევაში ვამბობ, იცი? თუ არ ეტყოდი, ხომ მაგარ ის ხო ამით ცოდვაში ვარდება. შენ რაღაც სულიერზე ელაპარაკები, ის ამას აბუჩად იგდებს. ის ამით ცოდვაში ვარდება. ამიტომ აი ფრენბურთში ხო არის რომ აუგდებ ბურთს და იმან უნდა ჩატოპკოს, ხო არის? შენ ფაქტიურად შეიძლება ეგრე გამოგივიდეს. ოღონდ ცუდი გაგებით. რომ შენ რაღაცა საბაბს აძლევ, რომ იმან ცუდად ამიტომ ნახე ძველ დროში აი პირველი 3 საუკუნე ხო ქრისტიანობა ესე გამალებით იდევნებოდა. ერთი ასეთი საინტერესო ამბავი მოხდა. ერთ-ერთი წარმართული ოჯახი იყო, შეძლებული და დიდგვაროვანი და მას უნდა დაექირავებინა მსახური. და დაიქირავა ქრისტიანი მსახური. და საერთოდ უნდა ითქვას, რომ ეს ცნობილი ამბავია, რომ ქრისტიანები უნდათ ხოლმე რომ მსახურად ყოლოდა და რატომ? აი თქვენი აზრით რატო შეიძლება ქრისტიანი რომ მსახურობ? ისეთი არის, რომ ინდივიდუალიზმის პრობლემის მაგალითად მუსულმანობას. იმიტომ იმას აუჩვენს თავისუფლება. ნუ მაშინ მუსულმანობა არც არსებობდა პირველ ნახე რას ვამბობ, კეთილსინდისიერია. პავლე მოციქული როგორ გვეუბნება, ნახეთ, ყველაფერიო, რასაც აკეთებო, გულით აკეთეო, არა როგორც ადამიანისაო, არამედ როგორც ღმერთისაო. აი დაუშვათ სახლში მოიყვანე ხელოსანი, ამა თუ იმ რაღაცის ხელოსანი, ხო, უნდა გალესოს თუ კარები უნდა ჩააყენოს თუ სხვა. ქრისტიანი თუ მოვა, იმას ქრისტიანს ვამბობ, მარტო იმას კი არა რომ მოინათლა. არამედ რომელსაც მართლას წამს ღმერთი, რომელმაც იცის რომ ღმერთი ყველგან ყველაფერში უყურებს და რომელიც ცდილობს რომ ღვთის საქმე ზედმიწევნით სწორად აღასრულოს. ეხა იმას დაჭირდება თავზე დგომა რომ სწორად ჩააყენებს თუ არ დაჭირდება. იმიტომ რომ იმას ყველაზე დიდი თავზე მდგომი ყავს საკუთარი სინდისი. და ამიტომაც ცდილობდნენ ხოლმე რომ ქრისტიანი დაექირავებინათ, ოღონდ ნახე რა უთხრა. ის წარმართია არ უნდა ქრისტიანობა. ამიტომ მეუბნება შენ ჩემს ოჯახში საერთოდ სიტყვა არ თქვაო. ქრისტიანობის შესახებ არაფერი არ თქვა. ნუ ამ ქრისტიანმაც ჩაგუნა თავი, მივიდა ამათ ოჯახში და გავიდა 3 წელი. 3 წელი ემსახურება. და მე თვითონ ეს ბატონი ეკითხება რომ მასწავლეო, შენ როგორ ხარ ეგეთია? ანუ შენი რწმენის შესახებ მასწავლეო. რატო ამბობ მარიამ, იცით? შენ მოიქეცი ისე, რომ შენი ცხოვრების წესი იმდენად მოსწონდეს, რომ მოანდომ. აი ხო ყოფილა შემთხვევა, თან ახლა კახეთში ვარ და შეიძლება ადამიანი კარგი ნაჭამიც არის, მაგრამ ვიღაც მწვად შეიძლება ისე გემრიელად ჭამდეს, რომ სხვასაც მოანდომოს. ხო გაგონიათ რა გემრიელად ჭამს, რომ მომანდომო. აი ეგრე გემრიელად თუ ცხოვრობ შენ როგორც კარგი მანდილოსანი, როგორც კარგი მეგობარი, როგორც კარგი შვილი, კარგი თანაკლასელი და ასე შემდეგ, უეჭველად მოანდომებ. ოღონდ არიჩქარო. არიჩქარო რომ შენ მანამდე უთხრა რაღაც, სანამ ისინი არ კითხავენ. გესმით? იმიტომ რომ მათ ხო იციან რომ შენ ეკლესიურად ცხოვრობ. ეხლა მე რო ვიცოდე რომ აი წეგან ერთი ძალიან ლამაზი ის იყო ნახატი. მე რო ვიცოდე რომ მეგობარი მყავს ისეთი, რომელიც ძალიან კარგად ხატავს. კარგი მასწავლებელი ყავს ხატვის. მე თუ ხატვის სფეროში რამე დამაინტერესდა, არ შევეკითხები? და თუ არ დამაინტერესდა და ის მოდის და რაღაცებს მიყვება ხატვაზე, ეს უკვე ყელში ამოვდის, არ მაინტერესებს. ხო მართალია? აი არ მინდა. შეიძლება მე უკვე დამცინავათაც რაღაცა უთხრა, რაღაცა გავეხუმრო რაღაც. ამიტომ მე ყოველ შემთხვევაში ესე მიმაჩნია რომ ჯობია არ უთხრა. მაგრამ თუ შეგეკითხება, მაშინ არამც თუ უნდა უთხრა მხოლოდ, არამედ მოვალეც კი ვართ რომ უთხრათ. ეს პეტრე მოციქულის სიტყვებია, რომ შენ უნდა იცოდი ადამიანმა იმდენი რომ შეგეკითხებიან, შენ ქრისტეს შესახებ უთხრა იმდენი, რამდენიც მას ჭირდება. ამისით მოვალეობაც გვაქვს ჩვენ. არა მარტო სასულიერო პირს, არამედ მორწმუნე ადამიანს რომ შეგეკითხებიან, გასცე პასუხი შენი რწმენის შესახებ. აი ეს არის. თან სახარებაში ხო წერია რომ ნუ დაუყრითო მარგალიტებსო, ძაღლებს და ღორებს, იმიტომ რომ იმასაც გათელავენო და თქვენ საკეთ შემოგიბრუნდებიანო და ამიტომ რა ძალა
შენ გიყვარდეს იმეგობრე, პატივი ეცი, მაგრამ ნუ ეტყვი. და კიდე არის ხოლმე რომ აი ახალი მოსული როდესაც არის ადამიანი ეკლესიური ცხოვრება რომ დაიწყო და ქრისტე აღმოაჩინა. აი წარმოედგინეთ ვიღაცამ აღმოაჩინა სადღაც მთაში, აი ლაგოდეხის ნაკრძალში სადღაც ჩანჩქერიც ხო იქ და აღმოაჩინა კლდეში რაღაცა განძი. ეხლა მოდის და ეუბნება სახში რომ იცით რა ვიპოვე ასეთი განძი ამათ არ ჯერათ და არ აინტერესებს და ეს ყოველდღეობნეო წამოდით ასეთი რაღაც ვიპოვე ამათ არ აინტერესებთ და ყელში ამოუყვანე გესმით ვიღაცა აღმოაჩენს ქრისტეს გზას და მერე ყველას უნდა რომ უთხრას კარგი მიზნით განაცოდით კი არა მარიამ კარგი მიზნით რომ წამოდით აი ნახეთ თქვენც ბედნიერები იყავით თქვენც კარგად იყავით მაგრამ ვერ იღებენ ამიტომ სანამ მაგრამ შენ თუ იმ განძიდან რაღაცას წამოიღებდი და კარგი ყელსაბამი გექნებოდა კარგი სამაჯური სიტყვაზე ხო გეტყოდნენ საიდან გაქვს მარიამ ეგ ლამაზი ყელსაბამი საიდან გაქვს მარიამ ეგ ლამაზი თვისება ეგეთი მშვიდი როგორ გახდი ეგეთი მოსიყვარულე ეგეთი დამთმობი შეგეკითხებოდა შენც ეტყოდი რომ აი აქედან და აქედან მერე უკვე დააინტერესებდი სხვა შემთხვევაში შეიძლება თავს მოახვიო და შედეგი არ გქონდეს ჩემი საყვარელი თემა ერთ-ერთი რატომ იჭირავს ფანქარი თქვენი აზრით რატომ იჭირავს ეს ფანქარი შენ რატო გიჭირავს ეგ კალამი რა არის მთავარი ფანქარში რა წერს გული ადამიანში თავარი არის გული ეს გოგონა კი ლამაზად გამოიყურება მაგრამ კარგი გული რო აქვს იმიტომ არის კარგი შეიძლება ადამიანს არ ეცვას ის რაღაც სხვას რომ აცვია ლამაზად ხო მართალი მაგრამ გული კონდეს კარგი ეს გარეგნულად როგორი ლამაზიც არ უნდა იყოს თუ ეს გული არ ექნება ამის ფასი რა არის არაფერი არ არის ხო მართალი მეორე კიდე ნახეთ ეს ხო რაღაცას ხატავს ხო წერს თავის კვალს ხო ტოვებს და თვითოული ადამიანიც თავის კვალს ტოვებს ეხლა აი მაგალითად თქვენ რომ ამ ბანაკში მოხვედით თქვენ ამ ბანაკში თქვენს კვალს აუცილებლად დატოვებთ რაღაცა კვალს დატოვებთ ხო მართალი დაუშვათ მეც რომ მოვედი შეიძლება კარგს თუ ცუდს რაღაცა კვალს აუცილებლად რაღაცა დარჩება სადაც არ უნდა მივიდეთ ჩვენ რაც არ უნდა გავაკეთოთ ჩვენი სიტყვით თუ საქმით ყველგან რაღაცა კვალი რჩება აუცილებლად რჩება რაღაცა კვალი მერე კიდე ნახეთ ეს რომ გამოილევა ეს თავი რა ჭირდება ამას სათლელი ჭირდება ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ რომ ეს ფანქარი იყოს ცოცხალი ჩვენ რო ამას თლით სიამოვნებს არ სიამოვნებს მაგრამ თუ არ წაუთალეთ კიდევ გააგრძელებს თავის საქმეს ვერ გააგრძელებს და ეს წვერწათლის პროცესი რომელიც არის ამისთვის ტკივნეული ჩვენთვის რა შეიძლება იყოს მაგრამ ჩვენ ვაგრძელებთ მერე შრომას რა შეიძლება იყოს განსაცდელი რაღაც უსიამოვნო შემთხვევა რაღაცა მწუხარება და წმინდა მამები ამბობენ რომ განსაცდელების გარეშე ვერც ერთი ადამიანი ვერ გადარჩება ვერ ცხონდება ისე რომ განსაცდელებისა არ უნდა შეგვეშინდეს იქნება რაღაც უსიამოვნებები მაგრამ არ შეგვეშინდეს რამდენჯერაც დავეცემით იმდენჯერ უნდა წამოვდგეთ და გავაგრძელოთ ისევ სლამ მერე შეხედეთ კიდევ რა ხდება აი ეს რომ არ ქონდეს რა მოხდებოდა ვერ წავშლით ჩვენ ხო თქვით რაღაცა არასწორი
რაღაცა კვალი რო დავტოვეთ. დავუშვათ რაღაცა სხვა ტავ და არასწორად დავხატოთ. ამითი ხო წავშლით. ეს თუ არ გვაქვს ვერ წავშლით და რჩება ისე უშნოთ როგორც იყო. ეს ადამიანის შემთხვევაში რას შეიძლება გავდეს? ახსარებას. ხო, ახსარებამდე რა ვთქვათ? ბოდიში. აი მაგალითად მე თუ ამ გოგონას ვაწყენინებ. რა ქვია ბოდიში? ანა, დავუშვათ მე თუ ამ გოგონას ვაწყენინებ. აი დავუშვათ კალამი რო ეჭირა, თუ კალამს წავართ მე სიტყვაზე და წავალ და ახსარებაში ვიტყვი. სწორი იქნება? არის ახსარება სწორია, მაგრამ იქ სრულყოფილი არ იქნება. მე ანა გულნატკენი დავტოვე და მარტო ახსარება უშველის? ჯერ ანასთან უნდა მოვიდე, შენდობა ვთხოვ, ხო მართალი? თუ არის ამის შესაძლებლობა. შენდობა უნდა ვთხოვ. და მე მარტო შენდობა კი ახლა დავუშვათ თუ ამ კალამს ჯიბეში ჩავიდებდი და ანას შენდობას ვთხოვდი და მოძღვართანაც ახსარებას ვიტყოდი და ეს კალამი მე დამრჩებოდა, სწორი იქნებოდა? შეიძლება გააფუჭე, ისიც უნდა შეეცადო, რომ გამოასწორო, ხო მართალი? ხო და აი გარი ეს. და თუ ეს არ აქვს ადამიანს და დღეს ძალიან ცოტა ადამიანს შეუძლია რომ თქვას რომ მაპატია, ჩემი ბრალია. რა ჭირდება მაგას? რისგან უნდა იყოს თავისუფალი ადამიანი რომ მაგის თქმა შეძლოს? ამპარტავნებისგან. ამპარტავნი ადამიანი როგორ იტყვის რომ ჩემი ბრალია? ის სულ მართალია. სულ მართალი. და სადაც სულ მართალია, იქ მშვიდობა არასოდეს არ არის. პატრიარქი ეფრემი ასეთ რამეს ამბობდა. ორიდანო თუ ერთი ჭკვიანიაო, ჩხუბი არ მოხდება. ორიდან თუ ორივე მართალია, აბა იქ ჩხუბი როგორ არ იქნება? თუ ერთი მაინც იტყვის რომ ჩემი ბრალია დავაშავე, იქ უკვე მშვიდობა იქნება. ხوار გადავაჭარბე. ცოტა. რა გითხრათ, აბა გიორგიმ რომ თხოვა ჩამოვედი და შეიძლება ბევრი ვერაფერი ჩამოვიტანე, მაგრამ ხო ჩამოვედი. მაგრამ სამაგიეროდ თქვენი გაცნობა მიმაქვს. რა კარგი გოგოა. ანა, ხო? მია. ნათლობის სახელი რა? მარიამ. მარიამიც კარგი სახელი. გუნდებმა ხომ არ გაგაცნოთ თავისი თავი და შეიძლება ამ თავის გაცნობაში რამე რჩევებიც მიიღო მე თუ დრო გაქვს. მე თანახმა, აბა რომელი საათი? 5. ხო, ნუ სადღაც 6:30-მდე მაინც შეიძლება ითქვას დრო გვაქვს. აბა გუნდები ვინ არიან? და ეს